ACT კვლევამ 2025 წლის აპრილში გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 804-ის ზრდასრული ადამიანი სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. კვლევის თქმულება არ აღემატება 3.5%. რატომ ონლაინ ვაჭრობაზე კვლევა, რატომ დადგა საჭიროება, რომ მსგავსი გამოკითხვა ჩაგეტარებინათ, რატომ დაინტერესდა ACT ამ მიმართულებით? ACT კვლევა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს კვლევებს და ერთ-ერთი საკითხი, რომლის შესახებაც ჩავატარეთ კვლევა, იყო ონლაინ ვაჭრობა საქართველოში. ვისაუბროთ, რა გამოვლინდა. პირველ რიგში საინტერესოა, ვინ ვაჭრობს ონლაინ სივრცეში, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც უპირატესობას ანიჭებს პროდუქციის ონლაინ შესყიდვას. როგორც კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რესპონდენტთა ნახევარზე მეტ 53% ბოლო 6 თვის განმავლობაში შეუძენია სხვადასხვა პროდუქტი ონლაინ. საინტერესო იყო დემოგრაფიული ჭრილის მიხედვით, ვინ არიან ეს ონლაინ შოპერები და როგორც აღმოჩნდა სქესის მიხედვით, მაგალითად, უფრო მეტად ქალები ვაჭრობენ ონლაინ ვიდრე მამაკაცები, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, უფრო მეტად 18-54 წლის ასაკის სეგმენტი ვაჭრობს ონლაინ ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობა და ასევე საინტერესო განსხვავება ჰქონდა რეგიონალურ ჭრილშიც, როგორც აღმოჩნდა, რეგიონში მაცხოვრებლები უფრო აქტიურად არიან ონლაინ ვაჭრობაში ჩართული ვიდრე თბილისში მაცხოვრებლები. ჩვენ ასევე შევისწავლეთ სიხშირე, რა სიხშირით ყიდულობენ პროდუქტებს ონლაინ და როგორც აღმოჩნდა ამ მიმართულებით მომხმარებელთა ქცევა ორ ნაწილად არის გაყოფილი. 50% აქტიური მომხმარებელი არის ონლაინ ვაჭრობის, რაც გულისხმობს, რომ თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტებს, ხოლო 50% არის პასიური მომხმარებელი, რაც გულისხმობს, რომ 2-3 თვეში ერთხელ ყიდულობს სხვადასხვა პროდუქტს. ჩვენ ასევე შეგვედარებინა მონაცემები ქართული ვებსაიტებიდან და უცხოური ვებსაიტებიდან რა სიხშირით ყიდულობენ პროდუქტებს და როგორც აღმოჩნდა, აქტიური ქცევა უფრო მეტად დამახასიათებელი არის უცხოური ვებგვერდიდან ან პლატფორმიდან სხვადასხვა ნივთების შეძენის, ანუ 51% არის აქტიურად ჩართული თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად ყიდულობს პროდუქტს, ხოლო ქართული ვებსაიტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51% შეადგენს, ანუ მცირედი განსხვავება გვაქვს ამ მიმართულებით. კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლეთ, რა პროდუქტებს ყიდულობს მოსახლეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე აქტიურად ონლაინ და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მოთხოვნადი კატეგორია არის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ყიდულობს, ასევე აქტიურად ყიდულობენ საყოფაცხოვრებო პროდუქტებს და ნივთებს და მესამე ტოპ კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ ბავშვების პროდუქტები, რომელიც ეს არის სამი ძირითადი კატეგორია, რომელსაც საქართველოში მომხმარებელი ონლაინ ყიდულობს. კვლევის ფარგლებში ასევე გავიგეთ, რომელი უცხოური პლატფორმა არის წამყვანი, ანუ ბოლო 6 თვის განმავლობაში, რომელი პლატფორმიდან შეუძენიათ სხვადასხვა პროდუქტი და აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას თემუდან შეუძენიათ სხვადასხვა პროდუქტი. 75%-ში ადგას ეს მაჩვენებელი და სხვა უცხოური პლატფორმის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოვარდება აღნიშნულს. მეორე ადგილს იკავებს Amazon-ი, რომელსაც 16% აქვს და თქვენც შეხედეთ რამდენად დიდი სხვაობა არის ამ ორ პლატფორმას შორის. გამოწვევებზეც იყო ასევე საუბარი კვლევაში, რა არის ის ფაქტორი და ფაქტორები, რის გამოც მომხმარებლები თავს იკავებენ ონლაინ ვაჭრობისგან. დიახ, კვლევის ერთ-ერთი საგანი იყო გაგვეგო, რა ბარიერებთან არის დაკავშირებული ონლაინ ვაჭრობა. და როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მიზეზი დასახელდა, რის გამოც არ ყიდულობენ ონლაინ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გამოყოთ, რაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა შეეხო ნივთს და ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი. ასევე ერთ-ერთი მიზეზად სახელდება ხარისხის რისკებთან დაკავშირებული ბარიერი, თუ რა ხარისხის პროდუქტი ჩამოვა ამასთან დაკავშირებით. ასევე მიზეზებში სახელდება ის, რომ არ იციან როგორ უნდა გაიარონ ეს პროცედურა, როგორ უნდა შეიძინონ ონლაინ სხვადასხვა ნივთები. თქვენ ახსენეთ, რომ რეგიონიდან უფრო ხშირად ხდება სხვადასხვა ნივთის გამოწერა, ანუ ონლაინ ვაჭრობა. თუ არის, ასე ვთქვათ, დადგენილი, რატომ ხდება ასე და ვთქვათ, რატომ ჭარბობს უფრო რეგიონის მომხმარებელი ონლაინ ვაჭრობაზე, როდესაც ვსაუბრობთ თბილისის მომხმარებლებს? კვლევის ფარგლებში ჩვენ არ შეგვისწავლია მიზეზები თუ რატომ ყიდულობენ რეგიონებიდან თბილისთან შედარებით უფრო აქტიურად ონლაინ სხვადასხვა პროდუქტებს. შესაბამისად, ამაზე ვერ ვისაუბრებთ, რა არის ამის მიზეზები.